კლიმატის ცვლილება უკვე ყოველდღიურ რეალობად იქცა და პირველ რიგში ურტყამს სოფლის მეურნეობას. დარგს, რომელიც ადამიანებს საკვებით ამარაგებს და ეკონომიკის საყრდენია. ტემპერატურის მატება, ნალექების შემცირება და ნიადაგის გაშრობა იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. ექსპერტების პროგნოზით, მომდევნო 10 წლეულებში სახნავს სათესი მიწების პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია მიწების გაუფხვიერება და ნაყოფიერების კლება. სამხრეთ რეგიონები გამოუსადეგარი ხდება, ხოლო სოფლის მეურნეობა ჩრდილოეთით ინაცვლებს. რისკებს შორისაა საკვების ხარისხის შემცირება, შრომის პირობების გაუარესება და ხარჯების ზრდაც. გაიზრდება წნეხი მიწაზე, წყალსა და ჰაერზე. არსებობს სამი გამოსავალი. ფერმერთა მხარდაჭერა, განათლება, ფინანსები, აგროკონსულტაცია და სახელმწიფო მხარდაჭერა. ინოვაცია და მოქნილობა. ჭკვიანი სარწყავი სისტემები, რესურსების ეფექტიანი მართვა და მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. გამონაბოლქვის შემცირება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგია და დაბინძურების კონტროლი. მხოლოდ ასე შეიძლება სოფლის მეურნეობა გახდეს არა მარტო გადარჩენის, არამედ წარმატების მაგალითი მომავალ თაობებისთვის.